მიქაუტაძის აღიარება ესპანეთში, მამარდაშვილის კარგი დებიუტი. როგორ აფასებენ კვარაცხელიას მე-12 ადგილს ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე. როგორ დააბნია ქოჩორაშვილმა მეტოქე და ისტორიული გამარჯვება ფუტსალში. დავიწყოთ ესპანეთიდან, სადაც გიორგი მიქაუტაძე ადგილობრივი პუბლიკის გაოცებას აგრძელებს. ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში ქართველის ვილიარეალმა სევილია 1-2 დაამარცხა. სტუმართა გამარჯვებაში კი მიქაუტაძემ დიდი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ძირითად შემადგენლობაში არ იყო და თამაში 79 წუთზე ჩაერთო. ამ ციფრის მნიშვნელობაზე და დამთხოვებზე წინა ვიდეოშიც ვესაუბრეთ. თუმცა ახლა რაც მთავარია, ქართველმა 86 წუთზე შესანიშნავად ითამაშა და მისი საგოლე პასით გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ეს არ იყო უბრალო საგოლე გადაცემა და ამ გოლში ქართველს დიდი წვლილი მიუძღვის. ამას მოწმობს არაერთი საოცარი შეფასებაც, თუმცა ყველაზე გამორჩეული შეფასება ცნობილ სპორტულ გამოცემას ჰქონდა. ამ ბიჭს უკვე შეუკვეთეს სერამიკაზე ქანდაკება. მიქაუტაძის მოძრაობა და გადაწყვეტილება, რომლითაც სოლომონმა გამარჯვების გოლი გაიტანა, სკოლებსა და მუზეუმებში უნდა შევიტანოთ. შეხვედრის შემდეგ ქართული შეაფასა ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომაც. მიქაუტაძე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, გუნდში კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავს და კარიერაში, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია გრძელდება, რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი გამიწვრთნია. იღბიანი ადამიანი ვარ. ძალიან კარგ ფეხბურთელებთან რომ არ მემუშავა, 22 წელი მწვრთნელი ვერ ვიქნებოდი. ბედნიერები ვართ. მიქაუტაძის ადაპტაცია სწრაფად მიმდინარეობს, მაგრამ დრო არის საჭირო და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რათა თანაგუნდელები და ჩემპიონატი უკეთ გაიცნოს და ახალ კულტურას, ქვეყანას და განსხვავებულ ენას შეეგუოს. ეს ყველაფერი კი პროცესის ნაწილია. ხანდახან გონია, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები მანქანები არიან. სინამდვილეში ისინი ადამიანები არიან, რომლებსაც ადაპტაციის პერიოდის გავლა სჭირდებათ. ყველა იმ გარემოებასთან შესაგუებლად, რაც მათ კონკრეტულ დონესა და თამაშს უკავშირდება. მასთან მიმართებით მინდა ფრთხილი ვიყო და დავეხმარო, თუმცა ამავდროულად გარკვეული მოთხოვნებიც უნდა გქონდეს. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ბოლო ორ ტურში ქართველი ფორვარდის აქტივში 2 საგოლე მოქმედება, 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. ვილიარეალს კი 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა. ქართველის გუნდი შემდეგ ტურში 27 სექტემბერს ბილბაოს დაუპირისპირდება. ახლა კი ინგლისი, სადაც ლივერპულის რიგებში გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა. კარაბაოს თასზე ლივერპული საუთჰემპტონს დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა და მერვედ ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ქართველს საწყის წუთებშივე კარგი სეივი ჰქონდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მამარდაშვილს ამ შეხვედრაში ბევრი საქმე არ ჰქონია. მის ანგარიშზეა 2 სეივი. ბურთს სულ 33 შეეხო და მისი პასების 76% ზუსტი იყო. რაც შეეხება გაშვებულ გოლს, ის მცველების შეცდომას მოჰყვა და მასში ქართველი მეკარის დადანაშაულება რთულია. შეხვედრის შემდეგ მამარდაშვილზე ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ისაუბრა. გიორგი მამარდაშვილმა ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. ფედერიკო კიეზამ და ჯოვანი ლეონიმაც კარგად იასპარეზეს. ისაკმა პირველი გოლი გაიტანა. უგომ კი მორიგი ბურთი შეაგდო. ასე რომ ამ თამაშიდან პოზიტივიც უნდა მივიღოთ, მაგრამ მთლიანობაში ჩვენი საუკეთესო თამაში ნამდვილად არ იყო, მაგრამ ეს მოსალოდნელია, როდესაც მოედანზე თითქმის სრულიად ახალი გუნდი გადის. ბევრ ისეთ ფეხბურთელს მიეცადრო, რომლებსაც დიდი ხანია არ უთამაშიათ. მიუხედავად ამისა, დადებითიც ბევრი იყო. შეგახსენებთ, რომ აქამდე გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის მაისურით ზაფხულში ამხანაგურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. ლივერპული მომდევნო შეხვედრას პრემიერ ლიგაში 27 სექტემბერს კრისტალ პალასთან გამართავს. იმედია, რომ გიორგის პრემიერ ლიგაშიც მიეცემა ძირითად შემადგენლობაში თამაშის შესაძლებლობა. ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა კი საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-7 ტურში ამიენი 0-1 დაამარცხა. ქართველმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. ის ტრადიციულად აქტიური იყო და ერთადერთი გოლი სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა. მისი დარტყმული ძელს მოხვდა და დამატებაზე გამარჯვების გოლი მისმა თანაგუნდელმა გაიტანა. შეხვედრის შემდეგ წვანეების მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰორნელმა სხვა ფეხბურთელებთან ერთად ქართველიც შეაქო. ზურიკო დავითაშვილმა დღეს ბევრი რამ გააკეთა. ყველამ ბევრი იშრომა, რათა შეექმნათ მომენტები შეხვედრაში, რომელშიც ზოგჯერ სახიფათოდ თამაში გჭირდება. ყოველთვის კარგია, როცა გყავს ფეხბურთელები, რომლების შეტევაში ეფექტურები არიან და გაგვიმართლა, რომ ასეთი გადამწყვეტი მოთამაშეები გყავს. შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 6 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. სენტ-ეტიენი კი ამ დრომდე დაუმარცხებელია და 17 ქულით ლიგა 2-ის ლიდერია. ქართველის გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს გენგამს დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი კი ფრანგულ კლასიკოში მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელია მარსელის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ქართული შემტევი აქტიური იყო და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობას ჰქონდა, თუმცა ამჯერად გუნდის დახმარება ვერ შეძლო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველის წინააღმდეგ საკმაოდ უხეშად თამაშობდნენ. შეხვედრის შემდეგ კომენტარი ლუის ენრიკემ გააკეთა. წაგებას არ ვართ მიჩვეული, დღეს კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. პირველი წუთები დაძაბული იყო, მაგრამ მეც ვიმსახურებდით. შეხვედრა უნდა გავაანალიზო, რათა მივხვდე რა მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ. გოლის გატანის აშკარა შანსები ჰქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. კლასიკოში მარცხი ყოველთვის მძიმეა, მაგრამ მომდევნო შეხვედრისთვის საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის გამო პარი სენ-ჟერმენის დიდი ნაწილი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ვერ მოხვდა. მთავარი ტიტული პარი სენ-ჟერმენის შემტევს უსმან დემბელეს ერგო. საუკეთესო მწვრთნელად ლუის ენრიკე დასახელდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი მე-12 ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა 2 წლის წინ 2023-ში მე-17 პოზიციაზე გავიდა. ახლა ეს შედეგი 5 საფეხურით გაუმჯობესა. ამის მიუხედავად, ფეხბურთელებისთვის მინიჭებულ პოზიციებს დიდი კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის საუბარი იყო ქართველზეც. ბევრი თვლის, რომ კვარაცხელია მინიმუმ ათეულში უნდა ყოფილიყო. ამასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა სენტ-ეტიენისა და სევილიას ყოფილმა ფეხბურთელმა და გავლენიანი ფრანგული გამოცემა ლეკიპის კონსულტანტმა ბენუა ტრემულანსმა. საშინელებაა კვარას მსგავსი მოთამაშის წინააღმდეგ თამაში. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ შეგიძლია პირველი 3 დუელის მოგება, მაგრამ ის ცდას მაინც აგრძელებს და მეოთხე ცდაზე მოგიგებს. ამით არ იხლება, საპასუხოდ კი შენ ძალიან გხლის. მას პატარა სივრცეშიც წარმოუდგენელი თავდაჯერება აქვს და რაღაც განსაკუთრებულის შექმნა შეუძლია. ვფიქრობ, როდესაც ის პარი სენ-ჟერმენში მივიდა, გუნდის დონის ამაღლება მოახერხა. ის საკვანძო მოთამაშედ იქცა. ვფიქრობ, ოქროს ბურთის რეიტინგში ის უფრო მაღალ ადგილს იმსახურებდა. თქვენ რას ფიქრობთ? ობიექტურად, რომელ ადგილს იმსახურებდა ქართველი ვარსკვლავი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მარსელთან მარცხის შემდეგ პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა და 12 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ქართველის გუნდი შემდეგ ტურში ოსერს დაუპირისპირდება. პორტუგალიის ჩემპიონატში კი გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგმა მორეირენსე 3-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქოჩორაშვილმა სათხისი 54 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში შეხვედრის ტემპს მთლიანად აკონტროლებდა. ამას მოწმობს მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელის ვასკო კოშტას კომენტარი ქართველზე. ქოჩორაშვილის გადაადგილების გამო პირველ ტაიმში თამაში ხშირად იცვლებოდა. ის ხშირად სამკუთხედს ან კვადრატს ქმნიდა. ეს ჩვენ გვაბნევდა და ასეთი ზომის სტადიონზე და ასეთ ატმოსფეროში კომუნიკაცია რთული იყო. შესაბამისად, შესვენება გჭირდებოდა. თუმცა, როცა 0-ით სამსაგებ, არაფერი გრჩება, გარდა იმისა, რომ სპორტინგს მიულოცო, რადგან უკეთესები იყვნენ, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ მათზე ზეწოლა გაგვეზარდა. ქართული სპორტინგი პორტუგალიის ჩემპიონატში 15 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს სტუმრად ნოდარ ლომინაძის ეშტორილის წინააღმდეგ გამართავს. ბოლოს კი ფუტსალი, სადაც საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საქართველო სლოვაკეთს ესტუმრა და 5-3 დამარცხდა. თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში 7-6 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდა. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს 21 იანვრიდან 7 თებერვლამდე 3 ქვეყანა უმასპინძლებს: ლიეტუვა, ლატვია და სლოვენია. ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 ოქტომბერს გაიმართება. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.